მახო როგორ ახარ ილნავა საფათავა. ჩემი ეს ამბავი ხო იცი, პირველი ქართული ეროტიკული უკვე დავიწყე გადაცემების ჩაწერა და რაღაც ერთ-ერთი რესპონდენტი შენ ხარ. ძალიან ხო დღეს 3 საათისთვის გითხრა უკვე ყველაფერი. იცი სად უნდა მოხვიდე? ჭანტურიას ქუჩაზე. ეს არის სასტუმრო თორი. მე დაგხვდები ქვემოთ ფოიეში. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა. გაეპავა ხო მაგ. ძალიან დიდი მადლობა. რომ მოხვედი. ჯერ დავიწყოთ იქიდან. რამდენად ტრადიციული მამაკაცი ხარ? ატივსცენ ტრადიციებს ნამდვილად, მაგრამ ნუ ყველას ვერ ვასრულებ. შეიცვალა რამე, რაც მეუღლე მოიყვანე და ოჯახი, სხვანაირი გახდი. მეუღლემ ძალიან ბევრი რამე შეცვალა. რაღაცებს ჩარჩო აქვს უკვე. ძალიან ბევრჯერ დაგასახელეს, რაღაც ბავშვურიაო, მისი იუმორში არის რაღაც ისეთი მიმზიდველი სექსუალურიო და საიდან ეს მაჩოს იმიჯი? ჩემს იუმორში არის სექსუალური. რაღაც ესეთი ბავშვურიო. რომელ პერსონაჟს გულისხმობენ საინტერესოა. დუბლიონ კეჩიკი ტიტული ნამდვილად არ ვარ. და ქალების რეაქცია ქუჩაში როგორია? ისტერიკებში ვარდებია? არა, ისტერიკა არ შემიმჩნევია, მაგრამ დადებითი არის რა თქმა უნდა. აქ გადმოვიდებით თუ შეიძლება. რო იყოს დავუშვათ ასეთი არჩევანი. საჭმელი თუ სექსი? რას ერჩევდი? ამაც კაია ეხლა რა სიძახი. აი დავუშვათ არჩევანია, საჭმელი თუ სექსი? არ მომჭამო საერთოდ და გამოყვებული ვიქნები რაღაცნაირად ამ სექსი გამომყვება ანუ მე მაგალითად სექს არ ვირჩევდი. ფშიერი დავრჩებოდი და ვირჩევდი გასაგებია. ხო. მე რა გითხრა? მოდი მე პირობითად ვთქვა რომ მე წავირჩევდი სექსს. მართლა? ძალიან კარგი. და დამცხა აშკარად ჩვენ რაღაც ფლუიდები მოდის ეს ვინი ჩემთვის შეიძლება. შეიხნე ხო უკვე ბიჭიკი? ხო ბიჭიკაშვილი მოგკლავ. ყველაზე ექსტრემალური ადგილი სადაც შენ მქონია სექსი თუ გახსენდება ასეთი? არ ვიცი ეს და არ მახსენდება. მე მაგალითად თვითმფრინავში არ მქონია. შენ მქონია თვითმფრინავში? თვითმფრინავში არ მქონია. თვითმფრინავში მძინავს ერთადად. მართლა? კი. და გვერდი თუ საინტერესო ქალბატონი ყავს? მაშინაც გძინავს? ჩემ მეუღლე ყავს ერთადად. ჩემ მეუღლეს ერთად ვგზავნო ბოლო 2 წელია და მანამდე ჩემ მეგობრებთან ბიჭებთან ერთად და ბიჭებთან სექსი ამხილავს ნამდვილად. ქერა ქალები მოგწონს თუ შავგერმანი? სექსუალური იყოს და ნუ რა მნიშვნელობა. მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი მეც მაქვს შანსი. დავუშვათ. აკაი გადაცემა. ბევრი სტუმარი ყავდა უკვე? კი, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკოსები. ახლა კიდევ ესეთ უზიხარ პოლიტიკოსებთან საოცრება იქნება. მეც ხوار გავიხადე. თუ პრობლემა არ გაქვს, რაღაც ისეთი კითხვები არ აქვს. შენგანაც წამოვიდა ფლუიდები და ხوار გავიხადე. სტრამოს რას სემა? ქალები გასახელები როგორც ასეთი მიმზიდველი და მეც რაღაც ისე ვარ, იცი უკვე მეც რაღაც ვერ შევედი იმ შენ ინტიმურ ზონაში. ქალები როგორ ისწორებენ? კე? ხო, შენ როგორ ფიქრობ, ეს რო ქალი იყო, როგორ დაისწორებდი? ეს მე რო ქალი ვიყო, რა ვიცი, როგორ გავისწორებდი. მე რო ქალი ვიყო, სამსახიობოდან გამომდინარე, როგორ აი ლამაზად. ზოგი ქალისთვის კოზირია ეს რო ასე დადის და რაღაც ეს ისწორებს. შენ ქუჩაში ისწორებ ხომ ეს უკვე? მე ყველგან ვისწორებ ხომ. ჩემთვის ყველაფერი შეიძლება. ანუ კერდი რომ ამომივა გეტყვი რა. არ გაგიხდია საერთოდ არასოდეს. სახში გამიხდი აბაზანაში ვიხდი. კამერისი არ ვანაობ ნამდვილად. კამერისთან არ გამიხდი არასოდეს. მეც არ გამიწევდი პარტნიორობას კინოში. სექსუალურ პარტნიორობას? კინოში ხო სექსუალურ პარტნიორობას დავიცი. არ ვიცი, ეგეც არ ვიცი, კინოში როგორ ხდება, მართლა აქვს სექსი თუ როგორ არის, არ ვიცი. აი მატორ და სექსია უცბად ამ დროს? ნუ პრინციპი. რატო? ხო უნდა იყოს ეს რეალური ხო? კინო ხო, აბა კინო რაღა? შენ თუ გაგიწევდი პარტნიორობას? არ ვიცი, ალბათ კი, რატომაც არა. მართლა? ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მოუკვა შეხედრე საკეთებს მასთან. ყველაზე ეროტიკული სცენა დავუშვათ, რომელიც გახსენდება ისეთი სექსუალური ფილმები და რომელია. მე კიდე ეს მახსენდება, ნახე. გახსოვს? ელეანტა რუგა და? ინკოსარი გავარდა. კადო ამაზე ხარ. მართლა? რაც არ გამოვდის. ყველა ამ გადაცემაში, რა მაგარი გადაცემა. მოგწონს?
აბა როგორ დავაუწყო? გახსოვს? Помоги мне. Помоги мне. ეს ვინ არის, ხო? წამყვანია სოფო. ჩემ მეუღლე. თუ რა, ვერ გავიგე რა. ვინ არის? საპარნოთანზე. აჩე გადაცემა და იმის გადაცემა რაღაც ადამიანს ამაკრაგინდა ხსენა გაიჭი. მაგას არ აქვს მნიშვნელობა ხსენა გაიჭი. გადაცემა რაღაცა დამიძახა ადამიანმა და მოვედი მეპანიკა. ეს არის პირველი ასეთი საცდელი ინტერნეტ არხი, ეს ჩემი ამბოა უბრალოდ. ვიცნობ ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია. შუაში. ვიცნობ ეს შეიძლება შენ აქ რატო ხარ? მაგარი ნუმაიერსა. შენ აქ რატო ხარ ამას ვერ ხვდები? შენი საქმე არა, მე აქ რატო? რატო ხარ? ძალიან მაინტერესებს, просто ადამიანი. საერთოდ ჩაოლებრივი ესეთი გადაცემის ფორმატია. ეს რა ფორმატია? მე გადავარდი თუ რა არის ჩემი და ჰა? გადავარდი? დიდი მადლობა, ძალიან. რა ჩემი და აო, შეიძლება. იუნო გაიხადა, ხალმა გავგიჟდი, просто რა ხდება მე ჩემი და